მოვლენაზე უნდა მოგიყვეთ, რომელიც უახლოეს დღეებში მსოფლიოს თბილისში და კახეთში ჩამოიყვანს სხვათაშორის. ნამდვილად ჩამოიყვანს 31 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით თბილისი და კახეთის რეგიონის საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალს თბილისი Gastro Week 2026 უმასპინძლებს. წლევანდელი საიუბილეო პროგრამა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს გასტრონომიისა და ღვინის შეხამებაზე. თბილისის Gastro Week-ის შესახებ ჩვენ სტუმართან ამ ღონისძიების დამფუძნებელთან ირაკლი ნადარეიშვილთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრობისათვის და მსგავსი ღონისძიების დაგეგმვისათვის, რომლის სტუმრები ვართ ხოლმე. ესე გვერდში გვაშუქებთ ყოველ წელს პირველი წლიდან და მადლობა ამისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან გვიხარია ჩვენ რომ ასეთი ღონისძიებები ტარდება და გვაქვს შესაძლებლობა რა თქმა უნდა გაშუქების და პირველ რიგში რომ გითხრათ მეხუთე Gastro Week-ის შესახებ რით იქნება განსხვავებული წინამორბედებისგან რა სიახლეები დახვდებათ სტუმრებს. წლევანდელი წელი მართლა დატვირთული გამოგვივიდა განსხვავებით წინა წლისგან 8 დღე გრძელდება თუ წინა წლებში 6-7 ღონისძიება იყო 12 ღონისძიება კრიბავს და ნამდვილად აი სუპერ ვარსკვლავების ასე ვთქვათ ჯგუფი შეიკრა რომლებიც ესტუმრებიან საქართველოს და ამასთან ერთად საერთაშორისო მედია საკმაოდ წარმომადგენლობითი არის და ბევრი რომლებიც ჩამოდის თბილისში გასაშუქებლად. წელს განსხვავება რაც არის ჩვენი პარტნიორი გახდა ღვინის სააგენტო და ღვინო ყოველთვის იყო გასტრონომიის ნაწილი, მაგრამ ჩვენ ცალკე გამოვიტანეთ, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ გასტროკვირეულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დატვირთვა არის პოპულარიზაცია ქვეყნის და ასევე ინდუსტრიის განვითარება. გამომდინარე აქედან ჩვენ გამოვყავით ღვინის თემა და წელს ცალკე ღვინო იქნება წარმოდგენილი გასტროკვირეულზე და ამასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ პირდაპირ უმაღლესი ლეგიტიმაციის სტუმრებით დავიწყეთ და საქართველოს ეწევა ფლორიან გიოტო, ეს არის პარიზის რიცის სომელიეთა უფროსი, კოტ დაზურის სამხრეთ სანაპიროს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი და მოგეხსენებათ, რომ ღვინის ინდუსტრიაში ორი ღვინის ლისტი არის ესეთი, რომელიც არის ლონდონის რიცის და პარიზის რიცის, რომელიც ყოველდღე აახლებენ ამ wine list და მთელი მსოფლიო უყურებს ვინ მოხდება აქ სადღაც 110-117 ღვინომდე ხდება, სხვადასხვა ქართული ღვინოებიც ხდება ხოლმე ამ ლისტში და ეს ორი ადამიანი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამ ინდუსტრიაში, წელს ჩამოდის და უკვე კახეთიდან დაიწყებს, სადაც მაგალითად 3 რიცხვში 17-მდე ევროპული და ქართული ღვინის სახლი იქნება წარმოდგენილი და დღეს აღსანიშნავია, რომ ჩვენ ევროპული ღვინოც შემოგვაქვს, ვაყენებთ ქართულ მაღალი კლასის ღვინოსთან ერთად და ამითი გვინდა რომ ხაზი გაუსვათ, რომ ქართული ღვინო არის ზუსტად თანაბარი ევროპული მაღალი კლასის ღვინოსი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საამაყო ექსპერტთან, ღვინის ენოლოგთან, ანა გოდაბრელიძესთან ერთად ფლორიანი წარადგენს ამ ღვინოებს, მოყვება, სხვადასხვა ანამ ამ რამოდენიმე ხნის წინ პარიზის რიცში ქართული ღვინო წარადგინა და ეს ძალიან აიცით დამზადებლად საუბრობთ, მაგრამ ძალიან რთულია ამაში მოხვედრა და მადლობა ამისთვის და ეს კვირეული ძალიან დატვირთული იქნება აი ამ ნაწილში, ასე ვთქვათ, ღვინის ნაწილში გვექნება განსაკუთრებული აი საუბრები, წარდგენები აი ესეთი მაღალი ლეგიტიმაციის ადამიანებისგან. თქვენ ახლა ღვინის მიმართულებაზე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეთ და აღნიშნეთ გავლენიანი სომელიეს ჩამოგზანება, თუმცა თქვენი უკვე არსებული ტრადიცია არის, რომ მიშლენის ვარსკვლავის მქონე შეფები ჩამოყავთ და აი წელს ვიხილავთ Gastro Week-ზე. წელს ესე იგი ნამდვილად ყველაზე რომ მოყვებოდ ესეთერი არ ეყოფა, იმიტომ რომ აი გარდა იმისა, რომ ამ ადამიანებს მიშლენის ვარსკვლავები აქვს, მათ აქვს და ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია, დავიწყებ იმითი რაც გამონაკლისი არის და პირველად ხდება რომ 3 მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი ჩამოდის საქართველოში, ეს არის ჟაკ პურსელი, ეს არის ლეგენდარული ფრანგი შეფი, რომელსაც მონპელიეში აქვს და ეს ისტორიაც ესე განხორციელდა, რომ წინა წელს იყო ჩამოსული ერთ-ერთი ასევე ძალიან ცნობილი ექსპერტი არის სებასტიან რიპარი, რომელმაც წელს გამოთქვა სურვილი ჩამოსვლის, თქვა რომ წელსაც მინდა ჩამოვიდო, რაც ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან გაგვიხარდა. როგორც წესი ასე ხდება ხოლმე, ერთხელ რომ ნახავენ ქვეყანას
ქვეყანას. და ეს ადამიანები უნდა გავითვალისწინოთ, რომ აი მათ ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს, არიან სულ ყველგან ელოდებიან ამ ადამიანებს, რომ ეს ინდუსტრია საკმაოდ რთული არის აქ თავისი ბიზნესიც აქვს, უამრავი მიშლენის ვარსკვლავის რესტორნები. რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიხარდა და სებასტიანმა შემოგთავაზა, რომ აი ჟაკ პურსელი ჩემი მეგობარია, მე ძალიან მომწონს ის როგორ შეფ და ხო არ გინდა დაველოპარაკები, იქნებ ჩამოვიყვანე. როგორ არ გვინდა? ჩვენ არც გვიოცნებია და არც გქონდა, იმიტომ რომ ძალიან რთული არის სამვარსკვლავი და ზოგადად მიშლენის შეფებთან მუშაობა. მაინც რომ შემოგთავაზა სკეპტიკურად უყურებდით ამას, რომ ნუ ალბათ ეხლა თუ საქართველოს მოკიდ როცა შედგა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა ძალიან დიდი სიხარულით შევეგებთ. ასევე არის ბასკი, ესეთი წყვილი არის შეფების, რომლებიც ასევე ძალიან ცნობილები არიან დღეს ესპანეთში, გაიხსნება ბასკო კოელიოს და ბაღდაშვილის დუეტით მარკოში. ბოლო დღეს ასევე ეს ბასკი შეფები ვახგობეჯიშვილთან ერთად გამართავენ მეტეხში ვახშამს და მინდა აღნიშნო, რომ ასევე გაგვიკვირდა, რომ დაგვთანხმდა ბრანჩით დაიხურება ეს შვიდში უკვე პეტრიაშვილზე ღვინის ქარხანაში და მან ჩამოდის ერთ-ერთი ასევე სუპერ ვარსკვლავი, ეს არის იაპონელი შეფი ტაკაჰიტო კონდო, რომელიც არის ფლორენციაში ესე ძალიან ცნობილი მასიმო ბოტურა არის, რომელსაც თავის ქსელი აქვს რესტორნების, რომელიც აი ასევე ძალიან ცნობილი ადამიანია და ერთ-ერთი რესტორანი არის გუჩი ოსტერია. ანუ გუჩის ბრენდს წარმოადგენს ეს რესტორანი. თვითონ რესტორანი ძალიან ცნობილია, მაგრამ ვინაიდან ასევე მოდის ინდუსტრიის ბრენდს ატარებს, აი ხა წამოსვლის წინ ნუ ძალიან ვხალისობთ ამ ყველაფერზე. აქეთ მხარედან თუ ველაპარაკებით, თქვა მიმოწერაში 3-4 კაცი, ჩემი იურისტი, თქვა მენეჯერი, კოორდინაციას ვინც ახდენს, იქიდან ველაპარაკება 15 კაცი, რომელიც აი აკონტროლებს ყველაფერს და აი ხა ბოლოს რომ მოვდიოდი, აი მაგაზე ვიცინოდით, მოგთხოვა ევაკუაციის გეგმა რესტორნის, სადაც ამზადებს კერძებს და აი ესეთი ძალიან ღრმა დეტალებით შედიან. გეგმას დარწმუნებული ვარ, მიიღებენ, არ არის პრობლემა, ჩამოვიდნენ თავარი. გეგმას მიიღებენ. ასე რომ თვითონ ეს შეფებიც საკმაოდ მაღალი ლეგიტიმაცია აქვს, კევინ ჩანგი კანადელი, რომელიც მოზაიკოში ყველანაირი სამზარეულო იქნება. ყველანაირი სამზარეულო იქნება, აი აზიური, ესპანური, ჩვენ ვეცადეთ, რომ გარდა იმისა, რომ ცნობილი ქართული შეფები მიიღებენ მონაწილეობას, ასევე ეს ცნობილი მიშლენის ვარსკვლავის შეფები დაგვეყენებინა ახალგაზრდებთან, რომელსაც ასევე არაცნობილ შეფებსაც ნახავთ, თუნდაც სამში აი ამ ცნობილ სომელიესთან და ანასთან ერთად სამი ქართველი ახალგაზრდა შეფი მოამზადებს ამ ღვინოებთან. როგორ მივირთვათ ეს ყველაფერის, როგორ მოვხდეთ? ესეც განუმარტოთ აუცილებლად მაყურებელს, რომ არ იყოს ყველაფერი ხელმისაწვდომი არის TicketJet-ზე, ჩვენს გვერდს უნდა მიაქციონ ყურადღება Facebook-ზე თბილისის Gastro Week, ესე ქვია და ყველაფერი თელ ინფორმაციას ნახავთ. შეუძლიათ ხო მოხვდნენ ამ ყველაფერზე დააგემოვნონ და ნებისმიერ ადამიანს და სხვათაშორის ძალიან ბევრმა უცხოელმა გითხრა, რომ ნებისმიერი ღონისძიება ხელმისაწვდომია. ხელმისაწვდომია ყველა ღონისძიება და აი გითხრეს, რომ ძალიან ხელმისაწვდომი არის ეს ფასი სიტყვაზე ეს არის ზოგჯერ 250 ლარი, როდესაც აი ეს აფშეუზღუდავი წვდომა არის, აი ესეთი მაღალი ტიპის შეფებთან უნდა აუცილებლად აღვნიშნოთ, რომ მედია, რომელიც ჩამოდის, აი ესეც არის მნიშვნელოვანი ნაწილი საფესტივალო ინდუსტრიის. ტურიზმის მიმართულება. ნაიდან ხო, ან იდეაში ეს ერთობლივი ვერ ვიტყვი, რომ მარტო ჩვენი დამსახურებაა, რომ ესეთი სუპერვარსკვლავები ჩამოდიან, ეს ზოგადად საქართველო არის ტრენდული ქვეყანა დღეს და ყველას უნდა რომ საქართველოში ნამყოფი იყოს. ბოლო წლებში არის ნამდვილად ეს ტენდენცია და სხვათა შორის კულინარიის მიმართ ინტერესიც გაზრდილი არის და მე მაინტერესებს უშუალოდ აი ეს ფესტივალი რას აძლევს ჩვენს ქვეყანას, რისი განვითარების შესაძლებლობას აძლევს, მით უმეტეს თქვენ ჩამოთვალეთ ისეთი პროფესიონალი ადამიანები, რომელთა ვიზიტიც კი უკვე მნიშვნელოვანი არის, არათუ ვორქშოპები და მასტერკლასები და მათი გამოცდილების გაზიარება. დიახ, აი რა თქმა უნდა, ერთის მხრივ ეს არის ინდუსტრიის განვითარება და ჩვენ მე სხვა ეთერებში ვიძახი ხოლმე, მიშლენი არ არის ჩვენი ამომავალი წერტილი, უბრალოდ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლეგიტიმური და ყველაზე მაღალი შემფასებელი კომპანია, რომელიც ანვითარებს ინდუსტრიას და მაგალითად ძალიან სასიხარულოა, რომ უკვე ის შემოსულია და სასტუმროების შეფასება მოახდინა საქართველოში და სასტუმროებმა მიიღეს მიშლენის გასაღები. თუმცა სარესტორნო ბიზნესი მათი მთავარი რითაც არიან ცნობილი მსოფლიოში და ის ცვლის ინდუსტრიებს, იმიტომ რომ ამის გამოცდილება არის უკვე
პატარა ქვეყნებში. გამომდინარე იქიდან ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთის მხრივ აქ შემოვიდნენ და ჩვენი შიდა ინფორმაციით ისინი ერთ წელიწადში გეგმავენ შემოსვლას საქართველოში, რაც მეწმუნეთ რომ გამოცვლის ინდუსტრიას გაუმჯობესებს, გააჯანსაღებს მას და მეორე მხრივ პოპულარიზაცია საქართველოს. ეს პლატფორმა იქმნებოდა ერთ-ერთი მიზანი ეს იყო, ვინაიდან გასტრონომია არის ყველაზე კარგი საშუალება პოპულარიზაციის, მით უმეტეს საქართველოს, რომ ჩვენთვის ძალიან ავთენტური არის, მაშინ ჩვენი კულტურა არის წარმოდგენილი და ჩვენი ავთენტურობა ძალიან კარგად ჩანს, ვინაიდან აი ამ გადაკვეთაზე არის ქვეყანა და ფაქტობრივად მრავალფეროვანია ისტორია, ადაპტირება მოახდინა ამისი და ასევე მოგიხსენებათ, რომ აი რესტორანში ან სუფრასთან ძალიან ადვილი და სასიამოვნო არის ურთიერთობა ადამიანებთან. ამიტომ ზუსტად ესეთი გავლენიანი ჟურნალისტები, ექსპერტები, შეფები შემდეგ როდესაც მიდიან, უკვე ყვებიან ამაზე და ზუსტად მაგის დამსახურებაც არის, რომ დღეს გარდა იმისა, რომ ჩვენც ვაკეთებთ, ზოგადად ქვეყანა ძალიან აქტიურად არის წარმოდგენილი ამ მიმართულებით და თუ ნახავთ თქვენ, რომ თქვა ტურიზმის ადმინისტრაცია, თუ სხვა ორგანიზაციები, Madrid Fusion-დან დაწყებული საერთაშორისო გამოფენებზე საქართველოს არის წარდგენილი სხვა შეფები თუ სომელიები, რაც ასევე ქმნის ამ ერთობლივ შედეგს შემდეგ, როდესაც ღვინის ნაწილშიც ახლა თქვენ კერძები ახსენეთ, თამთამ თქვა მრავალფეროვნებაზე ისაუბრა და ღვინოც, არაკლია ალბათ ჩვენს ღვინოს არც მრავალფეროვნება და არც საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებები, მაგრამ კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს სწორედ აი ასეთი ფესტივალები, რომელსაც საერთაშორისო ესეთი ექსპერტები და პროფესიონალი ადამიანები ესწრებიან. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, ახლა მაგალითად რიცში იყო წარდგენილი ქართული ღვინო და ეს ადამიანი ჩამოდის საქართველოში, თვითონ ნახავს ამ ვენახებს, დაესწრება კიდევ უფრო მეტ ღვინოს გასინჯავს, ამათთან მეღვინეებს ექნებათ შესაძლებლობა კომუნიკაცია, რომ მასთან მივიდნენ და ცხადია, რომ ეს ბევრად უფრო დიდ გამოხმაურებას პოვებს შემდეგ ამ ინდუსტრიაში შიგნით. რაც შეეხება თვითონ ღვინის ინდუსტრიაც, დღეს აი ზოგადად გასტრონომია და ღვინო აი მზარდია ძალიან და ძალიან იცვლება და ცხადია, რომ ეს ერთჯერად იქმედება არ არის ხოლმე და მას ჭირდება განახლება ყოველ ჯერზე. ამიტომ ჩვენი ფესტივალები სხვა საერთაშორისო ფორუმებზე მონაწილეობის მიღება არ მნიშვნელობა და მით უმეტეს საქართველოს არის აღიარებული სამშობლო ღვინის, ამას ჭირდება ძალიან ისეთი სამუშაო, როგორც PR-ის მიმართულებით, ისე კომუნიკაციებით, იმიტომ რომ ფაქტობრივად ურთიერთობებზე ყალიბდება შემდეგ ინდუსტრია. დღეს თუ ნახავთ, აი თქვათ იმასთან დაკავშირებით, საქართველოს გახდა პოპულარული და გასტრონომია არის პოპულარული, ძალიან ხშირად შეგვხვდება სოციალურ მედიაში ინფლუენსერები, სრულად უცხო ადამიანები, რომ საქართველოში ნამყოფი არ არიან, აკეთებენ აჭაროს კი შიგნით დებენ რაღაც უცნაურ რაღაცებს, მაგრამ მაგრამ უნდა გავიხსენოთ, რომ აი პიცა, ხო, რა ქვია, ანანასით რომელიც იტალიელებს, ზუსტად აი მაგით დაიწყო. ეს არის ზუსტად მაჩვენებელი იმისი, რომ საქართველოს გასტრონომია, საქართველოს ხდება ძალიან პოპულარული, რაც რა თქმა უნდა გვახარებს. კი, აი აქ აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ მაგალითად აი ღვინის მწარმოებელს ღვინის მწარმოებლისთვის რამდენად ხელმიუწვდომელია მიშლენის ვარსკვლავის მქონე შეფთან მოხვედრა, მისთვის ღვინის მიწოდება, ის რომ დააგემოვნოს, მით უმეტეს რჩევები მიიღოს, ეს არის იმხელა ბარიერი, რომ წარმოუდგენელია და ეს ხალხი აქ ჩამოდის ამ გასტროვიკის არაფორმალურ პირობებში, ასე ვთქვათ, ექნებათ მათ, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს, ანუ ის მეღვინეები, ხა ესეთი დიდი მასშტაბით ჩვენ არ ჩაგვიტარებია ღვინოზე აქცენტი, მაგრამ რა თქმა უნდა, ღვინო იყო ნაწილი ყველა ვახშმის და გვაქვს უკვე გამოცდილება, რომ ნაწილმა მეღვინეებმა შეიტანეს მიშლენის რესტორნებში თავიანთი ღვინო და დღეს ქართული ღვინო იყიდება ევროპაში და აქვე აღსანიშნავია, რომ გაიზარდა ექსპორტის სურვილი და ზოგადად ექსპორტი ევროპულ ქვეყნებში ქართული ღვინის. და რაც თქვა პრობლემა იყო, რომ არ იყო სტოკები, აქედან რთული იყო გაგზავნა, ეს ყველაფერი და მოთხოვნამ გამოიწვია, რომ ის გაჩნდა ეს და ცხადია, რომ ეს ყველაფერი ხელს უწყობს იმას, რომ უფრო მეტი ჩვენი კულტურა გავიდეს საქართველოსდან და გაეცნოს ევროპა ამას და აქ შემოვიდეს ბევრი უფრო მაღალი კლასის ევროპელი ტურისტი. მოკლედ უღრმესი მადლობა. ჩვენ მანდ ვართ 31 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით, მოკლედ თბილისი გასტრო ვიკი გელოდებათ, ბევრი ვისაუბრეთ და მხოლოდ ის დამრჩენია, რომ წარმატებები გისურვებთ.